აჩქარებული ტემპი, დაძაბული რითმი, სტრესული გარემო. საკუთარ თავზე ფიქრის დრო თითქმის არ რჩება. სწორედ ამიტომ გაწევრიანდით რადიო იმედის ფრეშ კლუბში და შეცვალეთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. გადაცემა ფრეშ კლუბი. ნინი ხუგაშვილთან ერთად. გადაცემის სპონსორია კლინიკა ინვიტრო. უშვილობის დიაგნოსტირება და მკურნალობა, ინვიტრო განაყოფიერება, ინსემინაცია, დონაცია სუროგაციის პროგრამა, სრული გინეკოლოგიური მომსახურება. კლინიკა ინვიტრო. ლუბლიანას 2/6. ტელეფონი 251 77 77. გადაცემის პარტნიორია ლოფტი. გაილამაზეთ ბათუმური არდადეგები სასტუმრო ბათუმი World Palace-ის ხვენზე განლაგებულ რესტორანში ლოფტი. მელაშვილის 1, წილადის 3. ლოფტი, რესტორანი თქვენი სიამოვნებისთვის. დღემშვიდობის ათქონუსმენთ რადიო იმედს მე ნინი ხუგაშვილი ვარ და ღია ეთერში გთავაზობთ გადაცემას ფრეშ კლუბი, რომელიც ამ სეზონის ბოლო გადაცემა გახლავთ, მაგრამ რუბრიკებს მთელი ზაფხულის განმავლობაში ტრადიციულად დღეში 3-ჯერ მოისმენთ. დღეს აკლიმატიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს განვიხილავთ გადაცემის პირველ ნაწილში, მეორე ბლოკში კი კვების საზაფხულო რაციონის შესახებ ვისაუბრებთ. ღია ეთერში სატელეფონო ჩართვით გვერდდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გიბიჟვანიას სახელობის პედიატრის აკადემიური კლინიკის თერაპიის სამსახურის უფროსი მედიცინის დოქტორი ეკა უბერი. მოგესალმებით ქალბატონო ეკა და მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. დიდი მადლობა. მოგესალმები რადიო მსმენელს. ქალბატონო ეკა, იმისთვის რომ დასვენების პერიოდი ბავშვის ასე ვთქვათ აკლიმატიზაციამ შეიძლება ითქვას რომ არ გაგვიუფერულოს, რა უნდა ვიცოდეთ მშობლებმა მის შესახებ, რა პრობლემა შეიძლება გადავაწყდეთ ამ დროს, უნდა შევუცვალოთ თუ არა პატარას კვების ხასიათი, რის მიხედვით უნდა შევარჩიოთ საკურორტო ზონა, როდის ვირჩევთ მთას ან ზღვას და არსებობს თუ არა ასაკობრივი ბარიერი, ასე მაინტერესებს გადაადგილებისთვის აქვს თუ არა მნიშვნელობა ტრანსპორტის სახეობას. ძალიან ბევრი საკითხის გაშლა გთხოვეთ, დაახლოებით 10 წუთი გვაქვს მაქსიმუმ ღია ეთერში სასაუბროთ. თავდაპირველად მოდით დავიწყოთ რა არის აკლიმატიზაცია და რა ნიშნებით შეიძლება გამოვლინდეს ადაპტაციის ეს პერიოდი. ძალიან ესეთი მძიმე და რთული საკითხია, განსაკუთრებით ჩვილი ბავშვის მქონე მშობლებისთვის, იმიტომ რომ აკლიმატიზაცია ეს არის ორგანიზმის შეგუება ახალ კლიმატურ პირობებთან. რა თქმა უნდა, ზაფხულის პერიოდი უკვე ასოცირებულია შუღულებებთან და ტრადიციული სეზონია, შესაბამისად ყველას გული მიუწევს სანაზღვის სანაპიროსთან, წყალთან არის ასოცირებული, თუმცა კლიმატის მკვეთრი ცვლილება დიდი სტრესია არა მარტო მოზრდილისთვის, განსაკუთრებით ბავშვისთვის. რაც უფრო ჩვილია პატარა, მით უფრო უჭირს აკლიმატიზაციის, ანუ გარემო პირობებთან მკვეთრ ცვალებადობასთან შეგუების პროცესი. არის სხვადასხვა ესე იგი მოკლე რეკომენდაციები, რომელიც აუცილებელია გაითვალისწინოს დედამ და მშობელმა, თუ მას ესე იგი პატარა ჩვილი ბავშვი ყავს. თუ კონკრეტულად რა სასურველია რომ 3 წლამდე მკვეთრი კლიმატური გარემო პირობების მკვეთრი ცვლილება არ მოახდინოს. რატომ? იმიტომ რომ რაც უფრო მკვეთრია კლიმატური გარემო, მით უფრო უჭირს შეგუება და რაში გამოვლინდება? ეს არის ჭირვეულობა, გაღიზიანებადობა, ძილის პროცესის დარღვევა. ამიტომ ჩვენ ვურჩევთ რომ 3 წლამდე რაც შეიძლება ახლოს იყოს მისი ძირითადი საცხოვრებელი გარემოდან და საცხოვრებელი ზონიდან. იმიტომ რომ მინიმუმ აკლიმატიზაციის პერიოდი გრძელდება 7-10 დღის განმავლობაში. ანუ ეს რას ნიშნავს? ნიშნავს ის, რომ მინიმუმ 2 კვირით მაინც უნდა გაიყვანოთ ბავშვი, თუ მაინდა-მაინც მკვეთრი ცვალებადობა არის მოსალოდნელი კლიმატური და გეოგრაფიული პირობების. ამიტომაც ესე იგი სასურველია რომ ამ პერიოდში რაც შეიძლება დიდი რაოდენობით სითხე მივაწოდოთ. რაც შეიძლება იგივე ცხოვრების რეჟიმი გაუგრძელოთ როგორც ჩვეულებრივ მდგომარეობაში, მისი ჩვეული რეჟიმია, ძილის და სითხის პერიოდები იგივე თანმიმდევრობით ვანაცვლოთ. კვების პროდუქტებს რაც შეეხება ახალი რაციონი, ახალი კვებითი პროდუქტები რაციონში არ შევიდეს, იმიტომ რომ ესეც შეიძლება იყოს გაღიზიანების და ჭირვეულობის და დისკომფორტის შექმნის. ამიტომაც მაქსიმალური ყურადღება გვმართებს ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, სასურველია სად დავასვენოთ ბავშვი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში სასურველია უფრო
ერთიანი გარემო ვიდრე ესეთი სუბტროპიკული გარემო, რაც თქვათ ჩვენ შემთხვევაში შავი ზღვის სანაპიროებშია. შესაბამისად თუ საათობრივი ზონა ერთი ან რამოდენიმე საათი ცნება, მით უფრო უძნელდება ბავშვს გარემო ფაქტორებთან შეგუება. რა უნდა გავაკეთოთ, რაც შეიძლება დიდი რაოდენობით სითხე პირველ რიგში. შემდეგ ესე იგი მგზავრობის პერიოდი სასურველია რომ იყოს მატარებლით, ავტომანქანით, ვიდრე თვითმფრინავით, იმიტომ რომ თვითმფრინავით ხდება მკვეთრი ცვლილება. ხოლო აი ამ სხვა საგზაო სახმელეთო ტრანსპორტით ეს ცვლილება უფრო თანდათანობითი იქნება. ეს რაც შეეხებოდა ჩვილობის პერიოდს, რა 3 წლამდე ახსენეთ რომ არის რთული პერიოდი. 3 წლიდან უკვე თამამად შეგვიძლია მკვეთრი ცვალებადობა როგორც თქვა მთაში, ასევე ზღვაზე წავიყვანოთ. თუ არის რაღაცა კონკრეტული პრობლემები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ ამ დროს, თქვა ბავშვის ჯანმრთელობიდან გამომდინარე. 3 წლის შემდეგ, რა თქმა უნდა, უფრო მცირდება აკლიმატიზაციის შესაძლო აკლიმატიზაციის პრობლემები, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ 7-10 დღეა მინიმუმ აუცილებელი არა მარტო ბავშვისთვის, მოძრილისთვისაც, რომ შეეგუოს ახალ კლიმატურ პირობებს. აკლიმატიზაციის სიმპტომები როგორც წესი პირველი 2-3 დღის შემდეგ იწყება. ეს შეიძლება თუნდაც ტემპერატურის მომატებით და ყელის ტკივილითაც იყოს განპირობებული, რაც ხშირად გრიპის გაციების სიმპტომებს მოგვაგონებს. თუმცა ეს გაციება არ არის და შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ კლიმატის შეცვლის გამო განპირობებული პრობლემები. ასევე ესე იგი სასურველია რომ დავიცვათ ბავშვის კანი განსაკუთრებით ბრძნობიარეა ადრეულ ასაკში ის ультраისფერის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან, იმიტომ რომ მელანინი მის კანში პიგმენტში ნაკლები მელანინი, პიგმენტი, კანის პიგმენტი, რომელიც ჩვენ შეფერილობას აძლევს. რაც უფრო მცირეა პიგმენტი, მით უფრო მიდრეკილია კანი დამწრობისგან. შესაბამისად, ბავშვის კანი ძალიან დიდი რაოდენობით სითხეს შეიცავს, წყალს შეიცავს. შესაბამისად, მაღალი ტემპერატურის დროს აორთქლების საშიშროება, უფრო გამოშრობის, ორგანიზმის გაუტყლოვნების საშიშროება მაღალი. ამიტომ აუცილებელია რომ ძეზე გასვლის წინ 9 საათით ადრე ძის დამცავი წაუსვათ პატარას. რაც შეიძლება ტემპერატურის შესაბამისად ჩავაცვათ. არ ძალიან თბილად და არ ძალიან ცხლად. ეს არ დაიცავს მის აკლიმატიზაციის პირობებთან შეგუების პრობლემას არ მოხსნის. ესიკებია გაუტენოეკა თქვენ ახსენეთ საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მდებარე კურორტები. მაგალითისთვის რომ განვიხილოთ თქვა დედაქალაქის მცხოვრებლები, შეგიძლიათ რომ გვირჩიოთ რომელი საკურორტო ადგილებია ყველაზე კარგი ჯანმრთელობის თვალსაზრისით თუნდაც ჩვილებისთვის? იცით რა, თუ იგივე პირობები, თუნდა მინიმუმ იგივე პირობები არ შეექმნათ ჩვილს, რაც სახლის პირობებში აქვს, ჯობია რომ დარჩნენ განსაკუთრებით პირველი წლის განმავლობაში სახლში, მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილას, ვიდრე გაიყვანონ ქალაქგარეთ უფრო ნაკლებ პირობებში. ამას გულისხმობ პირველ რიგში წყალს, გულისხმობ პირველ რიგში ესე იგი გარემო, ჰიგიენის ნორმებს. ამიტომ თუ მაინდა-მაინც თქვათ ბავშვი ვერ გაყავს ჩვენ შემოგარენში წყნეთი, საგურამო, კოჯორი, ესეთი ადგილები, რომელიც თქვათ კურორტულ ადგილებად და სადაჩე ადგილებად ითვლება, უმჯობესია რომ ბავშვი დარჩეს სახლში. და ხშირად როდესაც გაგვყავს ბავშვი ქალაქიდან, ვცდილობთ მოვიმარაგოთ ასე ვთქვათ ის მედიკამენტები, რომელიც ამ დროს იქნება აუცილებელი. რა ურჩევთ თქვენ ამ დროს? რა სახის მედიკამენტებს უნდა მიანიჭონ უპირატესობა მათთვის, ვინც არ იცი ზუსტად რა პრობლემას გადააწყდება, რომ მისი მოგვარება გახდება შემდეგ აუცილებელი და მას უნდა კონდეს შესაბამისი ვთქვათ მედიკამენტები თან? ესე იგი პირველ რიგში აუცილებელია რეკლამირების თავიდან ასაცილებლად კონკრეტული დასახელებები აქვს, თქვათ მაგრამ სახეობები რა თქმა უნდა, რაც შეიძლება პირველ რიგში ელექტროლიტური ხსნარის დასამზადებელი ხსნილები, რომელიც ფართოდ მოიპოვება ჩვენ სააფთიაქო ქსელში, ასევე დიარეის
ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატები, მზისგან დამცავი საშუალებები, მწერებისგან დამცავი საშუალებები, სიცხის დამწევის საშუალება, რომელიც აგრეთვე შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც დისკომფორტის, ასევე როგორც ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, აი მაგალითად პარაცეტამოლის შემცველი პრეპარატები, აღარ ჩამოვთვლი მე მათ კონკრეტულ დასახელებებს, გამოიყენება როგორც სიცხის დამწევი, ასევე როგორც დისკომფორტის მოხსნელი, ტკივილგამაყუჩებელი. ამიტომ აი ეს ძირითადი ბაზისური პრეპარატები, რომელიც თან უნდა კონდეს დედას ინგალაცია, საინგალაციო აპარატი, რომელიც თქვათ, ხველების შემთხვევაში მსუბუქს სანამ ექიმი ნახავს ბავშვს. შესაძლებელია, რომ ბავშვი დედამ სახლის პირობებში გაუკეთოს ესეთი მარტივი ინგალაციები თუნდაც ფიზიოლოგიური ხსნარით. აი ეს კომპონენტები არ არის სასურველი პროფილაქტიკური მედიკამენტების მიცემა ახალ კლიმატურ პირობებში, იმიტომ რომ თუნდაც არის ეს თითქოს და უნებელი და უსაფრთხო პრეპარატები შესაძლებელია რაღაცა გვერდითი გამოვლინების მიზეზი გახდეს, რაც შემდგომში აკლიმატიზაციის სიმპტომებთან ერთად უფრო გამწვავდეს. ამიტომ ახალი პროდუქტის, ახალი მედიკამენტის, ახალი რაღაც ღონისძიების და ცხოვრების ესე იგი ჩვეულებრივი რიტმის შეცვლა ახალ კლიმატურ პირობებში არ არის. უღრმესი მადლობა ქალბატონო ეკა, ძალიან დიდი მადლობა რომ ჩაგვერთეთ დღე ეთერში, გამოყავით თრე დაგვესაუბრეთ აკლიმატიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ, რომელსაც შეიძლება გადავეყაროთ გზად შვებულების პერიოდში. ეკა უბერი გახდეთ გაიცემის პირველი ნაწილის სტუმარი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივიჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის თერაპიის სამსახურის უფროსი. თქვენ უკვე იცით როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ დროს. მე ჯანმრთელობას გისურვებთ და სულ რამდენიმე წუთში გაიცემის მეორე ნაწილში შემოგიერთდებით კვების საზაფხულო რაციოთან დაკავშირებით. ენდოკრინოლოგი ელენე გიორგაძე ისაუბრებს. მადლობა რომ გვესმით. ფრეშ კლუბი ნინი ხუგაშვილთან ერთად. გადაცემის სპონსორია კლინიკა ინვიტრო. უშვილობის დიაგნოსტირება და მკურნალობა, ინვიტრო განაყოფიერება, ინსემინაცია, დონაცია სუროგაციის პროგრამა, სრული გინეკოლოგიური მომსახურება. კლინიკა ინვიტრო. ლუბლიანას 2/6. ტელეფონი 251 77 77. გადაცემის პარტნიორია ლოფტი. გაილამაზეთ ბათუმური არდადეგები სასტუმრო ბათუმი World Palace-ის ხვენზე განლაგებულ რესტორანში ლოფტი. მელაშვილის 1, ცილადის 3. ლოფტი, რესტორანი თქვენი სიამოვნებისთვის.